შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ნეფარიძემ გუშინ საღამოსკენ მიაწოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტთან მათ დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი შეხვდა და კომპანია ჯორჯია მანგანესთან შუამავლობა შესთავაზა. ნეფარიძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებთან და დაზარალებულებთან იონათამიშვილის ცალ-ცალკე შეხვედრები ჰქონდა და მისივე ცნობით პრობლემის მოგვარების მიზნით კომისია შეიქმნება, სადაც სამივე მხარე იმუშავებს, თუმცა ერთმანეთის პირისპირ მხარეები არ დასხდებიან. აქცია უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ რეალური შედეგი არ დაიდება. უბრალოდ ყველა მოშიმშილი ადამიანი შეწყვეტს შიმშილობას და გადავლენ სტაციონარში, სადაც აღდგენით მკურნალობას გააგრძელებენ, აცხადებს გიორგი ნეფარიძე BMG-სთან. ინფორმაციისთვის აქვე გეტყვით, რომ ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტმა თბილისში 11 სექტემბრიდან გადმოინაცვლა. ისინი ღამეებს პარლამენტის შენობასთან ათენებენ. რამდენიმე მათგანი უკვე 53 დღე არის, რაც შიმშილობს. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას თხოვენ და კომპანია ჯორჯია მანგანესმა 2019-2021 წლების პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შედეგად აღებული ვალდებულებები შეასრულოს. და მათივე ვერსიით, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით კომპანიას წელიწადში 700,000 ლარიდან მილიონ ლარამდე უნდა გადაეხადა. თავის მხრივ კი ჯორჯია მანგანეზე აცხადებს, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული, რასაც პროტესტის მონაწილეები არადასტურებენ და ირწმუნებიან, რომ კომპენსაცია მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს აქვს მიღებული. BMG ცხადია გაყვება ამ თემას და სიახლეებს საუცილებლად შემოგთავაზებთ. კლიმატ ცენტრალის მონაცემებზე დაყრდნობით კლიმატის ცვლილებების რისკის ინდექსი გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებს ამერიკის შეერთებული შტატების რომელი რეგიონები არიან კლიმატის ცვლილებებისადმი ყველაზე მოწყვლადი და რომელ შტატებში აქვს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი ჰელენის მსგავს კლიმატურ კატასტროფებს ყველაზე ნაკლები გავლენა. ახალი ინდექსი ამერიკის 48 შტატის შეფასებას აერთიანებს, რადგან ალასკასა და ჰავაიში მსგავსი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. კვლევა აჩვენებს კლიმატის ცვლილებას მოსახლეობაზე ყველაზე მწვავე გავლენა რომელ შტატში აქვს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოწყვლადი 10 შტატიდან 9 სამხრეთში მდებარეობს, მათი უმრავლესობა კი სანაპირო ზოლზეა გაშენებული. ჩრდილო-აღმოსავლეთში კი ყველაზე უსაფრთხო შტატებია, რომელთა შორის ტოპ 3 პოზიციაზე ვერმონტი, ნიუ-ჰემფშირი და მასაჩუსეტსი ხვდებიან. კვლევამ გამოავლინა 7 შტატი, რომლის მოსახლეობაც კლიმატის ცვლილებების 5 მთავარ შედეგს საკუთარ თავზე გამოცდის: ფლორიდაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ორეგონში, ტეხასში, ვაშინგტონსა და კალიფორნიაში არსებობს რისკები ექსტრემალური სიცხის, გვალვის, დატბორვის, ტყის ხანძრების გაჩენის და საზღვაო შტორმების. შესაბამისად, 7-ვე შტატმა ინდექსით მაღალი შეფასება დაიმსახურა. კვლევის თანახმად, შუა აღმოსავლეთი ასევე უსაფრთხოა კლიმატის მიგრანტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ინდექსის ანგარიშის თანახმად არ არსებობს შტატი, რომელიც კლიმატის ცვლილებების შედეგებს საკუთარ თავზე არ გამოცდის. შეფასებულ 48-ვე შტატში მოსალოდნელია ტემპერატურის ზრდა, ჰაერის ხარისხის გაუარესება და სხვა. ადამიანი რომ ყველაფერს ეჩვევა, იმ ჟანრიდან გვაქვს ახლა შემდეგი ამბავი თქვენთვის მოსაყოლნი. პარიზში ოთახი ინსტალაცია მოეწყო, სადაც მსურველებს შეუძლიათ, რომ კლიმატის ექსტრემალურ პირობებში ცხოვრება გამოსცადონ. ინფორმაციას ევროპულუსი ავრცელებს, ამ შემთხვევაში ბექასაც შენც მოგცემდი რჩევას, რომ გამოგეცადა ექსტრემალურ გაციებული მდგომარეობა. ტემპერატურა რაც არის 50 გრადუსი, არ მაგუთ. მოგეთ, ტემპერატურა +50 გრადუს ცელსიუსი არის ოთახში, ხოლო მასში მსურველებს სარბემბილი გზა სასიარულოდ, ან წასაკითხად, ან ფინჯანი ჩაის დასალევად იწვევენ. ოთახიდან გამოსული კი ადამიანები კი ამბობენ, რომ ბილიკზე 3,5 კმ/სთ სიჩქარით სიარულის დროს თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს 6-7 კმ/სთ სიჩქარით დარბოდნენ. ამასთან დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მათ კითხვა უჭირდათ. ინიციატივის ავტორი ფრანგი მკვლევარი კრისტიან კლუატი. მისი თქმით, კლიმატური დათბობის ამჟამინდელი ტემპით საფრანგეთში 50 გრადუსიანი სიცხე 2050 წლის შემდეგ შესაძლოა ნორმად იქცეს. კლიმატური ოთახის მიზანი კი გლობალურ დათბობასთან საბრძოლო და ადამიანების წახალისება არის. და იქვე ცნობისთვის აქვე გეტყვით, რომ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის ექსპერტების შეფასებით გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა სათბური გაზების ემისიების სწრაფი შემცირება გახლავთ.
სათბური გაზები ვახსენეთ და აქვე გეტყვით, რომ საბერძნეთმა 2030 წლისთვის მზისა და ქარის ენერგიის გაფართოებისა და სათბური აირების ემისიის შემცირების უფრო მასშტაბური გეგმა წარადგინა. ამის თაობაზე როიტერი ტყობინება განახლებული გეგმით ათენი მიზნად ისახავს ქვეყნის ელექტრომომარაგებაში განახლებადი რესურსების წილი 82%-მდე გაზარდოს, ნაცვლად 66%-ისა, რომელიც საბერძნეთმა 2019 წლის გეგმაში გაწერა. ახალი სამიზნე მაჩვენებლები ევროპულ კომისიას და დასადასტურებლად უკვე გადაეგზავნა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკისა და კლიმატის სტრატეგიები დეტალურად განსაზღვრავს 2030 წლისთვის ბლოკის ემისიების 55%-მდე შემცირებაში წევრი ქვეყნების კონტრიბუცია რა იქნება. საბერძნეთის შემთხვევაში კი ხმელთაშუა ზღვის ქვეყანამ მოახერხა და კლიმატური პირობების ხელშეწყობით განახლებადი ენერგიის წარმოება 2014 წლიდან დღემდე გაორმაგა. ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების უმრავლესობა კი დახურა. გეგმის წარდგენაზე საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტრმა თეოდორე სკალაკისისმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ უკვე გადაჭარბებით შეასრულა მწვანე ენერგიასთან დაკავშირებული ყველა გეგმა და შეამცირა სათბური აირების ემისიები, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ განახლებული გეგმა არ პასუხობს კლიმატის ცვლილებების გამოწვევას, რომელიც უფრო მწვავდება. ახალი გეგმის თანახმად ათენი ფიქრობს, რომ 2030 წლისთვის ამ მიმართულებით დამატებით 95 მილიარდი ევროს ინვესტიციის ჩადება მოუწევთ. რაც ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარებათ, რომლებიც ათასობით შენობას ენერგოეფექტურს გახდის, შექმნის ენერგიის დასაწყობების გზებს და გაზრდის მზისა და ქარის ენერგიების დადგმულ სიმძლავრის. ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით 2050 წლამდე განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა ჯამში 330 მილიარდი euро იქნება. ახლა მოგახსენებთ 5 მიღწევას, რომელსაც ნობელის პრემია არ მიუღია, თუმცა ნამდვილად იმსახურებდნენ. სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს სტატია CNN-ი საუკუნეზე მეტი ხნის წინ შვედი ქიმიკოსის, მეცნიერის, ასევე ნოვატორის ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული ჯილდო რევოლუციურ და ინოვაციურ აღმოჩენებს ეძღვნება და ისეთ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომლებიც შესაძლოა 10 წლეულებში ერთხელ ხდება. აშკარად რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიპოვებს მეცნიერების საუკეთესო ჯილდოებს. სიაკი და ნომინანტები კი საიდუმლოდ რჩება, ხოლო შერჩევის პროცესის დეტალები 50 წლით არის დალუქული საზოგადოებისთვის. და აქვე საინტერესო არის, რას მიიჩნევენ რევოლუციურ აღმოჩენებად და მიღწევებად, რომლებსაც ნობელის პრემია არ დაუმსახურებიათ. პირველი ეს გახლავთ ადამიანის გენომი. ადამიანის გენომის რუკების შედგენას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ბიოლოგიაში, ასევე სხვა მის მეზობელ სფეროებში. ნობელის პრემიის ერთ-ერთი ხშირად განხილული კანდიდატები არიან მეცნიერები, ვინც ადამიანის გენომის რუკების შეადგინეს და პროექტი 1990 წელს დაიწყო და 2003 წელს დასრულდა. ადამიანის სიცოცხლის გენეტიკური კოდის გატეხვაში ჩართული იყო ათასობით მკვლევარი შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და სხვა ქვეყნებიდან და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პროექტმა შესაძლოა, რომ ნობელის პრემია ვერ და არ მოიპოვა, არის ამ საქმეში ჩართული ადამიანების დიდი რაოდენობა. ნობელის მიერ 1895 წლის ანდერში დადგენილი წესების თანახმად პრიზის მიღება სფეროს მხოლოდ 3 წარმომადგენელს შეუძლია. ასევე კიდევ ერთი მიმართულება, რაზედაც შეგვიძლია რომ ვთქვათ, ნობელის პრემია ვერ და არ მიიღეს, ეს არის ჭარბწონიანობის მკურნალობის რევოლუციური აღმოჩენა, წონის დაკარგვის ბლოკბასტერული მედიკამენტების შემუშავებამ, რომელიც საჭირო ჰორმონს იმიტირებს. ჯანდაცვის სამყარო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნამდვილად შეძრა ამ მიმართულებამ. მსოფლიოში ყოველ მერვე ადამიანს აწუხებს ჭარბწონიანობა და ეს მაჩვენებელი 1990 წლიდან გაორმაგდა და მედიკამენტს, რომელიც სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, აქვს ჭარბწონიანობის მკურნალობის პოტენციალი. მასთან ის ხშირად ინიშნება ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდაც და სემაგლუტიდის სახელით ცნობილი წამლის შემუშავებაში 3 მეცნიერი, სულტანა მოცოვი, ასევე დოქტორი ჯოელ ჰაბენერი და ლოტებ ჟუნ კნუდსენი მონაწილეობდნენ და მათ მოიგეს 2024 წლის კლინიკური სამედიცინო კვლევის ჯილდო, რომელიც ხშირად განიხილება იმის ინდიკატორად, რომ წარდგენილები იქნებიან თუ არა ისინი შემდეგ უკვე ნობელის პრემიასაც. ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი, ანუ AI, უპრეცედენტო ტემპით ცვლის ადამიანების ცხოვრებას. ეს არის სფერო, რომელშიც ასეულობით 1000 ადამიანი იმკვიდრებს თავს მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ორი სახელი Google DeepMind-ის გამომგონებლები
დემის ჰასაბისი და ჯონ ჯამპერი ნამდვილად გამოირჩევიან. სტატიის ავტორი ნობელის ღირსი პიროვნებების იდენტიფიცირებას ახდენს იმის გათვალისწინებით და გაანალიზებით, თუ რამდენად ხშირად ასახელებენ მეცნიერები თავიანთ ძირითად სამეცნიერო ნაშრომებს წლების განმავლობაში. ისინი არიან AlphaFold Protein Structure Database AI პროგრამის გამომგონებლები, რომელიც დეკოდირებს ცილებს 3D სტრუქტურებს ამინომჟავების თანმიმდევრობით. ამ ტექნოლოგიას მთელ მსოფლიოში მინიმუმ 2 მილიონი მკვლევარი იყენებდა. AlphaFold მოქმედებს როგორც Google-ის ძიების სისტემა ცილების სტრუქტურებში და უზრუნველყოფს მყისიერ წნომას ცილების წინასწარ მეტყველურ მოდელებზე. ეს ყველაფერი აჩქარებს პროგრესს ფუნდამენტურ ბიოლოგიაში. ჯამპერმა და ჰასაბისმა უკვე მოიგეს 2023 წლის მასკერისა და ბრეკთროულის პრიზები. შემდეგი არის ნაწლავის მიკრობიომის შესწავლა, ნაწლავები სავსეა მიკრობებით, ბაქტერიებით, ვირუსებით და სოკოებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ადამიანის სხეულში ტრილიონობით მიკრობი ცხოვრობს. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში გენეტიკური თანმიმდევრობის მიღწევებით მეცნიერებმა უკეთ გაიგეს, რას აკეთებენ ეს მიკრობები, როგორ საუბრობენ ერთმანეთთან და როგორ ურთიერთობენ ადამიანის უჯრედებთან. ბიოლოგი დოქტორი ჯეფრი გორდონი ცდილობდა გაეგო ადამიანის ნაწლავის მიკრობიომი. ის ხელმძღვანელობდა სამუშაოს, რომელმაც ადამიანების ნაწლავის მიკრობიომი შეისწავლა და მისი მეშვეობით გაუმჯობესა კვების უნარები თითქმის 200 მილიონ ბავშვში. და ბოლოს კიბოს გამომწვევი გენები ადამიანებსა და შიმპანზეებს შორის გენეტიკური განსხვავებების კვლევის ფონზე ამჟამად ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინისა და გენომის პროფესორმა მერი კლერ კინგმა ახალი მიდგომა შეიმუშავა. მან 17 წელი მოახმარა მკერდისა და საკვერცხეების კიბოს გენის მუტაციის გავლენას და გამოვლენას და შესწავლას. აღმოჩენამ მერის საშუალება მისცა, რომ შეექმნა გენეტიკური ტესტირების ფორმა, რომელიც ქალებში მკერდის კიბოს გაზრდილ რისკს ავლენს. ნობელის პრემიაზე ვერ ექნებათ პრეტენზია ადამიანებს, რომლებმაც დანიაში, მაგალითად, ქალაქ ბრენერსლევში ძილის შემსწავლელი უფასო კურსები გახსნეს. კურსებზე ადამიანებს ასწავლიან თუ როგორ იძინონ სწორად. მაგალითად, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, რომ ცუდმა ძილმა შესაძლოა მრავალი დაავადება გამოიწვიოს ან გააუარესოს. ეს არის გულის დაავადებები, დემენცია, სხვადასხვა ინფექციური პროცესები, მათ შორის კიბო, სიმსუქნეც. ამასთან ძილის ნაკლებობამ ადამიანებს შესაძლოა გადაწყვეტილების მიღების უნარი, ასევე ფოკუსირება და ემოციების კონტროლიც კი გაურთულოს. ძილის დარღვევის დანიური ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ცუდად სძინავს. ბრენერსლევის კურსებზე მონაწილეებს ძილის რეჟიმის გაუმჯობესების წესებს ასწავლიან, კერძოდ კი მიზანშეწონილი არის ადამიანი დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწვეს და ასევე ადგეს. დღესით არ უნდა დაიძინოს, ხოლო ღამით ოთახში ტემპერატურა +18-დან +21 გრადუსამდე უნდა მერყეობდეს და ეს ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს და დაძინებამდე 1 საათით ადრე რთულ გონებრივ მუშაობას თავი აარიდოს. თავიდან მხოლოდ ერთჯერადი კურსი იყო დაგეგმილი, თუმცა დიდი ინტერესის გამო გადაწყდა, რომ სწავლება რეგულარულად ჩატარებულიყო. ინდონეზიამ Alphabet-ს და Apple-ს მცირე მოაჭრეების დასაცავად ჩინური სავაჭრო აპლიკაცია Temu-ს დაბლოკვა სთხოვა. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. ინდონეზიის კომუნიკაციების მინისტრი ბუდი არიე სეტიარდის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის პრევენციულ დაცვას PDD Holdings Temu-ს მიერ შემოთავაზებული IAP პროდუქტებისაგან. Temu-ს ბიზნეს მოდელია მოხმარებლები პირდაპირ ჩინეთში ქარხნებთან დააკავშიროს, რაც ფასების მნიშვნელოვან შემცირებას და არაჯანსაღ კონკურენციას უზრუნველყოფს. ბუდის ცნობით, მთავრობა მსგავსი დაბლოკვის მოთხოვნას ჩინურ სავაჭრო სერვისს შეიძენს გეგმავს. Reuters ინფორმაციით, ინდონეზიის მოთხოვნასთან დაკავშირებით ამ დრომდე Temu, Apple და Google კომენტარს არ აკეთებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპურის სახელმწიფო ინვესტორის Temask Holdings და საკონსულტაციო კომპანია Bain & Co-ს მოხსენების თანახმად ინდონეზიის ელექტრონული კომერციის ინდუსტრია 2030 წლისთვის $160 მილიარდ გაიზრდება.